ტრამპმა გაგზავნა ბირთვული წყალქვეშა ნავი გიბრალტარში და აჩვენა მსოფლიოს ზუსტად ის, რასაც რევოლუციური გვარდია ყველაზე მეტად ეშინოდა. მან ირანთან კრიზისი გადაიყვანა სამხედრო ზეწოლის ახალ და განსხვავებულ საფეხურზე, ზღვის ფსკერზე. ამ სამშაბათს 2026 წლის 12 მაისს მოძრაობა გაძლიერდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები, რომ თეირანმა მცირე წყალქვეშა ნავები გადაადგილა ჰორმუზის სრუტეში გემების დასაშინებლად. ტრამპის პასუხი სხვა მასშტაბის იყო. შეერთებულმა შტატებმა წარმოადგინა ოჰაიოს კლასის ბალისტიკური წყალქვეშა ნავი, რომელიც ამერიკის საზღვაო ძალების ერთ-ერთ ყველაზე საშიში იარაღად ითვლება. თუ რევოლუციური გვარდია ომს წყალქვეშ გადატანას ცდილობდა, ვაშინგტონმა ეს გამოწვევა მიიღო და იქ განათავსა ძალა, რომელსაც თეირანი ვერ გაუმკლავდება. ამ ყველაფერს მალე გეტყვი, მაგრამ ეხლა გირჩევ, გამოიწერო არხი, რომ ყოველთვის ინფორმირებული იყო, ინფორმაცია რეალურ დროში. საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავთ, მილსონ ალვესის სანდოობის სტანდარტით. შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა, რომ ბალისტიკური რაკეტების წყალქვეშა ნავი გიბრალტარში 2026 წლის 10 მაისს ჩავიდა. დეტალი, რომელიც ყურადღებას იპყრობს, არის საჯარო ჩვენება. ამ ტიპის წყალქვეშა ნავი ჩვეულებრივ საიდუმლოდ მოქმედებს, რადგან მისი მთავარი ძალა სწორედ მის მდებარეობაზე გაურკვევლობაშია. როდესაც ამერიკელი სამხედროები ამ მოძრაობას საჯაროდ აჩვენებენ, ეს დაუდევრობა არ არის, ეს არის გზავნილი. გიბრალტარში მისვლა წარმოდგენილი იყო როგორც შესაძლებლობის, მოქნილობისა და ნატოს მოკავშირეებთან ერთგულების დემონსტრირება. ირანთან კრიზისის ფონზე ეს ჟღერს როგორც გააზრებული გაფრთხილება. დონალდ ტრამპი მხოლოდ ზედაპირზე ხომალდებს არ აძლიერებს, ის ზეწოლას ახორციელებს იქაც, სადაც რევოლუციური გვარდია ცდილობს ჩუმად იმოქმედოს. ირანი ცდილობდა ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის იმიჯის შექმნას. რევოლუციური გვარდია კარგად იცის, რომ ღია ბრძოლაში ამერიკის საზღვაო ძალებს ვერ გაუმკლავდება. ამიტომაც ისინი ასიმეტრიულ ომში დებენ ფსონს. მცირე ნავები, საზღვაო ნაღმები, დრონები, სანაპირო რაკეტები და პატარა წყალქვეშა ნავები, რომლებიც გამოიყენება მოწინააღმდეგის დასაბნევად, შესაფერხებლად და შესაშინებლად. ეს აღჭურვილობა არ არის განკუთვნილი ისეთი საზღვაო ძალის, როგორიცაა შეერთებული შტატები, პირდაპირ ბრძოლაში დასამარცხებლად, მაგრამ შეუძლია საფრთხე შეუქმნას სატვირთო გემებს, ნავთობის ტანკერებს და საესკორტო გემებს. დონალდ ტრამპმა უპასუხა იმით, რომ კრიზისი მუქარის თეატრიდან გამოიყვანა და ზეწოლა იმავე სივრცეში გადაიტანა, სადაც თეირანი სურდა მოულოდნელობის ეფექტის მოხდენა. გიბრალტარს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის შესასვლელში, ატლანტიკისა და იმ მარშრუტს შორის, რომელიც გადამწყვეტი საზღვაო გზებით ახლო აღმოსავლეთთან არის დაკავშირებული. ბალისტიკური წყალქვეშა ნავის იქ ყოფნა ბირთვული შეტევის გამოცხადებას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ ვაშინგტონმა გადაწყვიტა აჩვენოს თავისი შესაძლებლობები და მზად ყოფნა სუსტი მოლაპარაკებების დროს. ეს არის როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო ყოფნა. თეირანისთვის ეს ეფექტი მძიმეა. რევოლუციურმა გვარდიამ სცადა გაეყიდა იდეა, რომ მას შეეძლო ჰორმუზის სრუტის დახურვა, მისთვის მუქარის შექმნა ან წყალქვეშიდან ზიანის მიყენება. შეერთებულმა შტატებმა უპასუხა შეკავების ნაბიჯით, რომელსაც არ ჭირდება სროლა, რომ შეცვალოს მტრის გათვლა. ტრამპმა ასევე შეკრიბა თავისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი 11 მაისს, რათა განეხილათ შემდეგი ნაბიჯი ირანის წინააღმდეგ. განხილულ ვარიანტებს შორის იყო ახალი სამხედრო ქმედებები, ზეწოლა ირანის ბირთვულ პროგრამაზე და პროექტი თავისუფლება განახლება, ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა ხომალდების ესკორტირებას ჰორმუზის სრუტეში. შეხვედრაში მონაწილეობდნენ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროს მთავარი ფიგურები. იმ დროს, როდესაც თეირანთან შეთანხმებამ ძალად დაკარგა, ამ მიმდევრობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჯერ ჩნდება ცნობები ირანული მცირე წყალქვეშა ნავების შესახებ. შემდეგ კი მოდის ამერიკული წყალქვეშა ნავის გიბრალტარში ყოფნის დადასტურება. შემდეგ თეთრი სახლი განიხილავს, როგორ გაზარდოს ზეწოლა. კრიზისი ყველაზე მგრძნობიარე წერტილში გაჩერდა, გამდიდრებულ ურანზე. ტრამპი თეირანს ადანაშაულებს პოზიციის შეცვლაში და იმაში, რომ არ აძლევს რეალურ გარანტიებს, რომ ქვეყნას დატოვებს. რევოლუციური გვარდია შეიძლება საუბრობდეს სიურპრიზზე, შურისძიებასა და წინააღმდეგობაზე, მაგრამ იცის, რომ ბალისტიკური წყალქვეშა ნავის გაგზავნა საუბრის ტონს ცვლის. ეს ჩვეულებრივი მუქარა არ არის. ეს ის ტიპის ნაბიჯია, რომელიც ირანის რეჟიმს ახსენებს, რომ ჰორმუზში ნებისმიერი შეცდომა შეიძლება ბევრად უფრო დიდი პასუხი გამოიწვიოს. მთავარი საკითხი ისაა, რომ დონალდ ტრამპი ირანულ თამაში ისე არ ჩაერთო, როგორც რევოლუციური გვარდია ელოდა. თეირანს უყვარს მოქმედება ნაცრისფერ ზონაში, ირიბი თავდასხმებით, მილიციებით, მუქარის ქვეშ მყოფი გემებით, დრონებით და პასუხისგებლობის უარყოფით. ეს ტაქტიკა მუშაობს მაშინ, როცა მეორე მხარის პასუხი ნელიან დაბნეულია. ეხლა თეთრმა სახმა სტრატეგიული ძალის სუა გააკეთა და მისცა მსოფლიოს ამის ნახვის საშუალება. შეთხობინება ირანისთვის არის ის, რომ თითოეულ პროვოკაციაზე მხოლოდ რეაქცია აღარ იქნება. იქნება წინასწარი ზეწოლა, ხილული სამხედრო ყოფნა და მზადება იმისთვის, რომ თეირანმა ზღვამახედ არ აქციოს.
ეს ნაბიჯი ასევე მიმართულია რუსეთისა და ჩინეთისკენ. მოსკოვი აკვირდება ნებისმიერ კრიზისს, რომელიც შეერთებულ შტატებს აზიანებს. როდესაც ოჰაიოს კლასის წყალქვეშა ნავსაჩენს გრძნობიარე ზონაში, ტრამპი აჩვენებს, რომ ამერიკის საზღვაო ძალები კვლავაც შეუძლია იმოქმედოს სხვადასხვა ფრონტზე, მოწინააღმდეგეების ნებართვის გარეშე. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ირანი მარტო არ მოქმედებს ამ თამაშში. ის ეძებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო მხარდაჭერას ვაშინგტონის მოწინააღმდეგე ძლიერ ქვეყნებში. წყალქვეშა ნავების სტრატეგიული გზავნილისთვის გამოყენება ახალი არ არის. 2022 წელს საერთაშორისო დაძაბულობის პერიოდში შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ იშვიათი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ბალისტიკურ წყალქვეშა ნავ USS West Virginia-ზე არაბეთის ზღვაში. ეს გამოჩენა იმის შეხსენებას ემსახურებოდა, რომ ამერიკის ძალა მხოლოდ ხილულ ბაზებზე, ავიამზიდებსა და საბრძოლო თვითმფრინავებზე არ არის დამოკიდებული. ყველაზე საშიში ნაწილი შეიძლება წყალქვეშ ჩუმად და მზადყოფნაში იყოს. 2023 წელს საზღვაო ძალებმა ასევე გამოაცხადეს USS Florida-ს ყოფნა ახლო აღმოსავლეთში. ეს არის მართვადი რაკეტების წყალქვეშა ნავი, რომელიც გამოიყენება საზღვაო უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ეს პრეცედენტები გვეხმარება, რომ ეხლა გიბრალტარი გავიგოთ. როდესაც ვაშინგტონი წყალქვეშა ნავის გამოჩენას უშვებს, მიზანია, რომ მოწინააღმდეგემ სიჩუმე სისუსტედ არ მიიჩნიოს. 2026 წლის განსხვავება კონტექსტშია. ახლა პირდაპირი ყურადღებაა ირანზე. ბირთვული მოლაპარაკებები გულწრფელობასა და ირანის პატარა წყალქვეშა ნავების შესახებ ცნობებს შორის, რომლებიც ზღვაში რისკის გაზრდას ცდილობენ. რევოლუციური გვარდია ყოველთვის ცდილობდა თავისი სუსტი მხარეების სიურპრიზითა და სიახლოვით აენაზღაურებინა. პატარა წყალქვეშა ნავებს შეუძლიათ იმოქმედონ არაღრმა წყლებში, მიუახლოვდნენ გრძნობიარე მარშრუტებს და შეშფოთება გამოიწვიონ კომერციული ეკიპაჟებისთვის. მაგრამ ისინი სტრატეგიულ ბალანსს არ ცვლიან. ოჰაიოს კლასის წყალქვეშა ნავებთან შედარება კი ძალიან მკაცრია. ირანული მოდელი, რომელიც ათასობით გადაადგილებაშია მოხსენიებული, ითვლება პატარა სანაპირო ზონის დიზელ-ელექტრული წყალქვეშა ნავად. იგი განკუთვნილია არაღრმა წყლებისთვის, მოკლე პატრულირებისთვის, ფარული მიახლოებისთვის და ადგილობრივი საფრთხის შესაქმნელად გემების წინააღმდეგ ვიწრო გასასვლელში. ის გამოიყენება ჩასაფრებისთვის, რეგიონული ზეწოლისთვის და ასიმეტრიული ომისთვის. ამასთან გიბრალტარში გამოფენილი ამერიკული წყალქვეშა ნავი ოჰაიოს კლასისაა, სტრატეგიული ბირთვული პლატფორმა, რომელიც შექმნილია სანაპიროდან შორს ოპერირებისთვის. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში წყალქვეშ დარჩენა და აშშ-ის ბირთვული ტრიადის ნაწილად ყოფნა. მარტივი სიტყვებით რო ვთქვათ, თეირანს რეგიონული არეულობის ინსტრუმენტი ზღვაში ჩაეშვა. დონალდ ტრამპმა უპასუხა სტრატეგიული სარდლობის პლატფორმით, ოკეანურ მანძილზე მოქმედებით და ბირთვული ძალით. სხვა ქვეყნებიც ამავე შეკავების ლოგიკას იყენებენ. დიდი ბრიტანეთი ინარჩუნებს ბირთვულ წყალქვეშა ნავებს, როგორც საბოლოო თავდაცვის გარანტიას, სწორედ იმიტომ, რომ ისინი ფარულად მოქმედებენ. საფრანგეთიც იცავს თავის სუვერენიტეტს სტრატეგიული წყალქვეშა ძალით, ხოლო რუსეთი იყენებს წყალქვეშა ნავებს ძალის დემონსტრირებისთვის დასავლეთთან დაპირისპირების დროს. ჩინეთი დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ამ სფეროში, რათა გააფართოოს თავისი ყოფნა ინდოწყნარ ოკეანეში. ყველა ამ შემთხვევაში წყალქვეშა ნავი მხოლოდ იარაღი კი არა, არამედ გზავნილია. და სწორედ იქ, სადაც ირანი ფარულად მოქმედებას ცდილობდა, ტრამპმა განათავსა ძალა. ის ძალა, რომლის გამოჩენაც ყველას რევოლუციურ გვარდიაში ეშინოდა. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოს სანდო ინფორმაცია. სიახლეების ბმულები ვიდეოს აღწერაშია. დატოვე ლაიქი ამ ვიდეოზე, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო ჩაერთო ჩვენ საზოგადოებაში. მილსონ ალვესი.